გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დღეს მე და ალეკო ვისაუბრებთ ჭაჭაზე. ალეკო, ჩვენ ხშირ მივესალმები. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ქართველები, რომ აი ჭაჭა რა კარგი რამეა, რა კარგი რამე გვაქვს. ეს რა ძვირფასი რამეა, მაგრამ საბოლოოდ ვიცით რა არის, რა პროდუქტია? ძალიან დაუფასებელია ჯერ კიდევ ეს პროდუქტი, მართალია საკპატენტმა უკვე გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანი მიანიჭა ამ პროდუქტს და ეს მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში და ჭაჭა არის ქართული დასახელების პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყანას ამ სახელწოდებით უკვე აღარ შეუძლია რომ ჩამოასხას სასმელი. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ამ სახელწოდების დაცვის მიმართულებით. თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია კიდევ იყოს გათვალისწინებული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ ნაბიჯების გადადგმის მიმართულებით, ასევე მომხმარებლების კუთხითაც და მწარმოებლებმაც გაითვალისწინა მთელი რიგი საკითხები, რაც ამ პროდუქტის შემდგომ განვითარებას ეხება. კარგი, ჭაჭაზე როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, უნდა ვთქვათ, აი როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს ჭაჭა. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული კონცეფცია ესეთი, რომ აი ეს სითხე, ესე დამზადებული არის ჭაჭა, მაგრამ თუ ესე დაამზადებ, პირობითად, რავი, არ არის ჭაჭა. აი როგორი უნდა იყოს ჭაჭა. კანონით ვაზისა და ღვინის შესახებ რიგი საკითხები არის მოწესრიგებული, რაც ეხება ჭაჭის წარმოებას, თუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს ამ მიმართულებით, თუმცა პრაქტიკაში ბევრი პრობლემა იჩენს თავს. ერთი მხრივ ეს არის ცნობიერების დაბალი დონე, ვინც აწარმოებს ჭაჭას, განსაკუთრებით საოჯახო პირობებში, რომლებიც შემდეგ ხვდება ბაზარზე და ფაქტობრივად ფალსიფიცირებულ ჭაჭასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩაქარს აყრიან მაგალითად ნედლეულს ჭაჭას და ისეხთიან, ეს უკვე აღარ არის ყურძნისეული პროდუქტი, ჭაჭა, სასმელი და ეს უკვე არის ფალსიფიცირებული პროდუქტი. ასევე ცოტა უფრო ისეთ ინდუსტრიულ დონეზე საშუალო სეგმენტის საწარმოებში ხდება ფალსიფიცირება, როდესაც სხვა სპირტს ურევენ, ხორბლისეულს თუ უფრო უარეს რაღაც გაურკვეველ სპირტებს ურევენ და ამ სასმელს როცა მოვიხმართ უკვე სუნზეც ეთყობა, რომ იქ არ არის მარტო ყურძნისეული სპირტი და არის სხვა რაღაცა უცნაური სპირტი შერეული და არის კიდევ სხვა რიგი საკითხები, თუ როგორ დავამზადებთ. ეს უკვე გემოვნების საკითხია. აი მაგალითად ერთნახადი, ორნახადი, სამნახადი ხო არის, ანუ რამე არის ისეთი, რომელზეც ვიტყვით, რომ აი ორნახადი არ შეიძლება, ან სამნახადი არ შეთანხმებულები ვართ ამაზე თუ არა. აი ეს დეტალები უკვე მე აღარ მახსოვს კანონში, როგორ თვითონ კანონიც ხშირად იცვლება, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონი ხშირად იცვლება. მე ვისურვებდი, რომ ჭაჭას ჰქონდეს ცალკე კანონი. კანონი ჭაჭის შესახებ რომ იყოს, იმიტომ რომ ძალიან დეტალური საკითხები არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის ეს საკითხებიც. ტრადიცია გვიჩვენებს, ანუ თვითონ პირველ კითხვას დაუბრუნდები რა არის ჭაჭა, ხო? ეს არ არის მხოლოდ ყურძნისეული ჭაჭის არაყი, ანუ ჭაჭის არაყი, ესე არის განმარტებული კანონში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჭაჭა კიდევ უფრო სხვა რამეა და უნდა ერქვას პირდაპირ ჭაჭა, როგორც ქვია კონიაკს კონიაკი, გრაპას გრაპა, ტეკილას ტეკილა და აი არ წერია, რომ მაგალითად კაქტუსის არაყი, ან მესკალი მაგალითად აგავას არაყი, ან კონიაკი, რომ ის არის ყურძნის ბრენდი და ასე შემდეგ. ხო, ანუ პირდაპირ ქვიათ სახელწოდება, ამიტომ ჭაჭა უფრო არის არ არის მხოლოდ სასმელი, ეს არის ჩვენი ტრადიცია და კულტურა, შესაბამისად ვთქვათ პირდაპირ ჭაჭა, არ გვინდა ეს არაყი, ეს ერთი. მეორე საკითხი არის, რომ ტრადიციაში თვითონ რაც მრავალ საუკუნეს მოიცავს, ხო, უკვე გამოხატულია თუ როგორი უნდა იყოს ჭაჭა. ერთნახადი ჭაჭაც არსებობს და აქვს თავის მომხმარებელი და მოყვარული, ორნახადი ასევე დასავლეთ საქართველოში უფრო ორნახადი ჭაჭა არის პოპულარული და მას თავისი მოყვარული და მომხმარებელი ყავს და ასევე სამნახადიც არის, სამეგრელოში უფრო მეტად გავიგებთ, რომ აი სამნახადია ჩემი არაყი და ეს უკვე სრული სიგიჟეა, მაგრამ კი ბატონო არის სამჯერ თუნდაც 4ჯერაც გამოხატონ, მაგრამ კარგავენ უბრალოდ იმ არომატიც იკარგება და თვითონ რაოდენობაც იკარგება და აზრიც არა აქვს სამჯერ გამოხატოს, თუმცა ეს დაშვებული თემებია. აი რაც მთავარი არის რომ რა უნდა იყოს გაკონტროლებული და ის
საკითხები, რომ შაქარი არ უნდა დააყაროს ჭაჭას ხდელმა და ასევე სპირტი არ უნდა შეურიოს არაყურძნისეული, ეს სასახად კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული და დასჯადიც უნდა იყოს, ესე თქმით. მაგრამ ეს ხო ვერ გაკონტროლდება, ხო ურთულესი არის ახლა. თუმცა ახლა კითხვა მინდა მაგას დაგისვა, რომ აი რა განსხვავებაა სახლის პირობებში, აი საოჯახო ძველ ზაოდებში დამზადებულსა და თანამედროვე ქარხნებში დამზადებულ ჭაჭას შორის. აქაც არის ბევრი საკითხი, რაც შეიძლება თქვათ პლუს მინუსებზე, ანუ ვიცით რომ ოჯახში ამზადებენ მაღალი ხარისხის ღვინოს და ამზადებენ საშინელ რაღაცას, რასაც ღვინოს უწოდებენ, ხო? ასევეა ჭაჭის შემთხვევაშიც. გააჩნია მხდელმა ოჯახში, ვინც ხდის ჭაჭას, როგორი ცოდნა აქვს, როგორი ცოდნა გამოამჟღავნა და რა გამოცდილება აქვს და როგორი ხედვა აქვს, ხო? საოჯახის პირობებში შეიძლება მაღალი დონის ჭაჭა გამოიხადოს და ასევე ინდუსტრიულ პირობებში, რა თქმა უნდა, იმ ტექნიკური საშუალებებით, რაც ინდუსტრიას აქვს, შეიძლება მაღალი დონის ჭაჭა გამოიხადოს და შეიძლება გამოიხადოს ჩვეულებრივი საშუალო დონის ან დაბალი დონის სასმელი. აქ ნედლეულზეა, რა თქმა უნდა, საქმე ინდუსტრიულ ქარხნებში ვიცით, რომ ძალიან იპრესება ღვინის დაბალების პირობებში. შრალია, შესაბამისად, იქ წყალი უნდა შეურიონ. ან რა ვიცი, ღვინო მაგათ არ უფუჭდება ხო ესე ვიცი, იმიტომ რომ არის ყველა რისკი აღმოფხრილი აქვს მთელი რიგი ალქიმიური საშუალებებით, შესაბამისად წყალს ასხამენ და გემოზეც ეთყობა კარგი სასმელია ინდუსტრიული ჭაჭა ჩვენ ახლა რაც გაგვისინჯავს აღარ დავასახელებ კომპანიებს, მაგრამ დიდი კომპანიების ჭაჭა არის გამოტანილი ბაზარზე და მე გამისინჯავს და კარგი ჭაჭაა, თუმცა ეთყობა რომ ეს წყალი არის გამოყენებული მათ შორის გემოს დასარბილებლადაც, სავარაუდოდ 2/9 არის უმეტესობა ამ ჭაჭების და ეს გემოს დასარბილებად გამოყენებული წყალი უკვე უძნესეულ არომატებს ფარავს. შესაბამისად მე უფრო ვირჩევ ბუნებრივ ჭაჭას, ახლა აი ვაინბოტიკში ვარ და აქ არის რამდენიმე ჭაჭა და აქ არის ბუნებრივი ღვინის მაღაზია და ჭაჭებით შესაბამისად წარმოდგენილი. აქაც არის დამზადებული იმ პირობებით, რომ არაფერი მოაკდეს, არაფერი მიემატოს, რაც აქვს ღვინის ფილოსოფიაში ბუნებრივ ღვინოს ჭაჭის მიმართულებითაც ბუნებრივ ღვინის წარმოებები, როდესაც ხდიან ჭაჭას, იგივე მეთოდს მიმართავენ და აქ რაზე ლაპარაკ, მაგალითად ინდუსტრია ხშირად ამატებს ესენციებს. ესენციების დამატებაც მე ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს. თუმცა ეგ იგივე თემა რომ აუკრძალოთ ღვინის ინდუსტრიაში რაღაც რიგი არომატიზატორების გამოყენება, ხო, ეს საკამათო საკითხია და ეს დისკუსია როგორ წაიყვანს მწარმოებლებს და მომხმარებლებს, ამის მიხედვით გადაწყდება მომავალში, მაგრამ ბუნებრივ ჭაჭაში ეს ესენციები მაგალითად არ არის გამოყენებული. რაც ნიშნავს, რომ ჭაჭა ბუნებრივი ჭაჭა არის ბუნებრივი გემოთი წარმოდგენილი. აქაც არის რომ ბუნებრივი ჭაჭების მწარმოებლები ხშირად 2/9-ს აკეთებენ და ასევე წყალს იყენებენ ალკოჰოლის გამოხდილ წყალს, გამოხდილ წყალს, რა თქმა უნდა. ეს ხო ჩვეულებრივია, მისაღებია, კი, დასაშვებია წყლის გამოყენება, აქ პრობლემა არის ხუეთშიც ჩვეულებრივ სპირტიან სასმელებს გემოს დასარბილებლად იყენებენ წყალს და შესაბამისად აქაც არის სხვაობები გემოურ თვისებებში. მე უფრო პირადად მომწონს ისეთი ჭაჭა, სადაც წყალი არ არის გამოყენებული. აქ უფრო ის სიფრთხილეც არის საჭირო, რომ იქ სპირტი ანობა ძალიან მაღალი არ იყოს და შესაბამისად ან კიდე ეს რახის ტონები არ მოყვებოდეს კიდე, ანუ ეს რაღაცა რთული პროცესია და დანის პირზე გადის ხდელი, ასე რომ ვთქვათ. გაცილებით იოლი არის, როცა ვთქვათ რაღაც დონის ალკოჰოლს აიღებ და მე ამ წყლით აზავებ, რბილიც გამოდის და იმის საშიშროება არ არის, რომ რახის ზეთები მოყვეს, ან პირიქით მაღალი ალკოჰოლი კონდეს. ხო, ეს 2/9 ხდაც, ახლა ვინც აი დასავლეთ საქართველოში ვახსენეთ, ხო, ოჯახის პირობებში 2/9-ს რომ ხდიან, ამ სპირტს წინ წამოსულ სპირტს და შუანახას და რახს მაინც ურევენ ერთმანეთში, ამიტომ ეს 2/9-ის თემაც კარგავს აზრს, ხო, თუ ერთმანეთში ურევ რა აზრი აქვს გადარებას. როცა 1/9-დად იხდება
ეს სპირტი თუ ცილდება და ბოლო ფრაქცია ცილდება, მარტო შუა ნახადი არის გამოყენებული დასალებად, აი ჩემთვის მაინც ეს ყველაზე მისაღები გემოა, როდესაც ეს ყურძნისეული არომატები შენარჩუნებულია და ხო ერთს დავამატებ, რომ ღვინო დასაშვებია, რა თქმა უნდა, რომ დავასხათ წყლის ნაცვლად. ეს არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა არ უნდა იყოს მხოლოდ ღვინო. აი, მქონია შემთხვევები მიკითხავს, რომ რა არის გამოხდილი წარმოებლებისთვის მიკითხავს და აღმოჩენილი, რომ იქ ჭაჭა საერთოდ არ არის. ესეც ფალსიფიკატია, უნდა ჩავთვალოთ და უნდა ავკრძალოთ კანონით მხოლოდ ღვინოზე გამოხდილ სასმელს ეწოდოს ჭაჭა. იმიტომ რომ რეალურად ეს არაკონკურენტულარიას გახდის მართლა ჭაჭისგან ვინც ხდის იმათ სასმელებს, იმიტომ რომ ღვინის სპირტი უფრო მაღალი დონის არის ყოველთვის, თუმცა ჭაჭას თავისი პლუსები, თავისი არომატები, რაც იკარგება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ღვინოს გამოხდით. აქ დგება საკითხი, რამდენი უნდა დაემატოს ღვინო, რამდენი უნდა იყოს ჭაჭა და რამდენი ღვინო, როდესაც მას ხვდით. ესეც მოსაწესრიგებელი საკითხია შემდგომში კანონმდებლობით.